გაუმარჯოს. აი, რამდენი ხანი ესიარში მოგ ანუ ამ ლოკაციიდან არ ჩამიწერია ვიდეო. გავარჯობათ ხალხო. მოვედი სამსახურიდან ოფიციალურად დავამთავრე სამსახური. ჯერ ვერ გამიაზრებია ეგ ამბავი. მგონია რომ ხო ჯერ არ მინდა მე შეჭამე ხავ ჭამეთ და ისე წამოთ. არის? გააქვს? შენ გაიკეთე მაშინ მე არ მინდა. აი მე ზესტიანი მაქვს. კიდე კაი ამოველთ მარშრუტკა ერთი ფეხით გამოგასწრო და რო ვიცოდი რომ რაღაცა აი ესე წამოვედი. ესე ის ვქენი. არ შემცინია მიუხედავად იმისა რომ ცოტა ქარივით არის და ცოტა სიცივე აქვს. ანუ არ იყო რა ესე წინდან არის ყოლკინე გვიპირდა და ეს თბილი მაცვია. ჩემთვის ეხა მართლა ძალიან ძნელი წარმოსადგენია ის რომ ხვალ იქ აღაწავალ, ან მომავალ კვირიდან იქ აღაწავალ, ესე ფათაფუთით ბანაობა არ მომიწევს, გამოგცევა და ასე შემდეგ. დავემშვიდობე ბიჭებს, დავემშვიდობე უფროს, თავის მეუღლეს, თამთას და წამოვედი. დავამთავრე. გუშინ დავაპირლასოზე არაფერია. დღეს არაფერი არ გავაკეთო დღეს საერთოდ. უნდა დავრეთქო. სიო მაქვს ერთი შეყრა სარეცხისთვის და მაგას შევყავი და ხვალ ვიყიდით სიოს სავარაუდოდ კი. და დანარჩენს დავრეცხავ. მარტო გავაუთოვებ და თან ჩავთავ ეშერეფის სიზმარს, რომელიც მეორე კვირა, მე მგონი მეორე სერიაც დაიდო და ისიც ვერ მოვახერხე რომ მეყურებინა. რაღაცა უნდა მეთქვა და დამავიწყდა. დილას გიას დავემშვიდობე, დღეს არ მუშაობდა და წავიდა. ეხლა მომთხარი არ ვიცელქოთ. თამთასეუბნები რომ ეხლა დამადებინე მეთქი აი მაგ როულზე ხელი მეთქი და დავიფიცო რომ მე მოხალისებ ჩამოვალ მეთქი ერთი დღე და ერთი ვარაო. არ მინახია რა დილას, ვაიმე დილას რა მომივიდა. კომენტარებს ნახულობ. და დავაგულო რომ არავინ არ გამოჩეს. დილას ხო თქვი რომ დღევანდელ დღეს დილით მინდოდა რომ ვიდეო ჩამეწერა და 7-ის ნახევარზე მაქვს ხოლმე ბუძელნიკი დაყენებ. ერთი წელია ორშაბათს და სამშაბათს და ოთხშაბათს მირეკავ 7-ის ნახევარზე, იმიტომ რომ მაგ დღეებში ხომ მუშაობ და რო ავდგე და რომ მოვასწრო და რაღაც. ეხლა ბუძელნიკს წავშლი. იმიტომ რომ აღარ ჭირდება. ხო და დილასო დარეკა 7-ის ნახევარზე ბუძელნიკმა და გავთიშე. მეთქი ეხლავე ავდგები თქო ჩემ თავს უთხარი და 8-ის ნახევარზე გამეღვიძე ხალხო. ზუსტად 1 საათში და წამოხტი და მეთქი რა არის საჭმელი დღეს ჩაიდაკარა ქენპული ჭამოთ მეთქი და ბარბარე აღარ ჭამს ხოლმე და არც ვაძალებ ერთი რა დავიღალე და ივანე არ წავიდა დილას მე ინგლისური მაქვს თუ რაღაცა და ნინო და ლაშამ ჭამეს კარაქენპული და ჩაი. აი მე წუხეთ სამსახურიდან რომ მოველი ლაშამ დამახვედრა ისპანახი გასაკეთებლად. ხო გავაკეთე. ვიდეოში ცხავ თქვი რომ უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ხვალ არ ვიცი მე ძალიან ბევრი საქმე მქონდა ხალხო, მაგრამ ხელი ისე გაწაფული, ისე სწრაფად მოვჭით 400 კილოს კუმბრია. თავი მოვაჭერით, გამოვწალით, დავრეცხეთ, დავამარილეთ, მე რა დავამარილე ბიჭებმა დაამარილეთ. პლუს სხვა სახეობის თევზი პლუს მეორე სკუმბრია უკვე შებოლილი. იცი რამდენი და მაინც მალე მოვჭით, იმიტომ რომ სწრაფად მუშაობთ. ხო და დღევანდელი დღეს ვიცოდი რომ ძალიან ბევრი საქმე იყო და გუშინვე გავაკეთე ისპანახი რომ მეთქი ხვალ საჭმელი იქნება და 12 საათი ჩამოვედი რა აქედან ჩავედი კუხნაში რომ მეთქი ამას საჭმელს რაც გავაკეთე გაგრილებული იქნება მეთქი და მაცივარში შევდებ რა. აღარ იყო ხალხო, აღარ იყო. მე მამიდა ჩემი მაღაზიას უიცინის ხოლმე რომ საჭმელს რო გავაკეთებ და ივანეს თუ მოშივდა დამთავრდა იქ.
ხო და სურათი უნდა ჩამეგდო მამიდასთვის რომ ის ისპანახიში რო გელაპარაკე და თან რო ვაკეთებდი აღარ აწეს რო დღეს ერთი აი პატარა რკინის ჯამი ამოვიღე და შევდე მაცივარში ხა იმ ქვებს გავრეცხა ხო და ეხა აღარა მაქვს საჭმელი მაგრამ წამოვიღე თევზი იცი რამდენი ხალხი თევზი არ წამომიღია წამოვიღე ბრაკი თევზი ბრაკი ანუ კუდია რა გახეთქი გაჭრილია რაღაცა რა დისტრიბუტორთან რაც არის მეშვებით და მე მაშინ როგორ ჩავთვი ხო და ისა მოხაშავხე კარტოფილს და დავჭრის ტიმბრიას დამთავრდა და ხვალე დილით გავაკეთე მწვანე ლობიოს მაშინ მოიტანა დღეს მინდოდა ავწონილიყავი იქ მეთქი ბოლოჯერ ავიწონები და რაღაცა და დამავიწყდა მაგრამ გუშინ ეკამ ნახა ბაზრობაზე სალამი ეკა ბაზრობაზე გავადა მარშრუტკაში ბაზრობიდან მოდიოდა და ისაო გეტყობა რომ ხარო გამხდარიო მე უცხარი არ ვიცი რამდენად მეტყობა მაგრამ წონა გაიყინა თქო ეხლა ხუთი ეხლა ყავას გადავლებ და მორჩა არაფერს არ შეჭა მე ისამა ყვავილოვანი კომპოსტო თუ რაღაცა ცოტას ერთ პატარა იმას მარილ წყალში წამოვადუღებ აი ვერთო უზომ შემიძლია მთლიანი თავი შევჭამო ყვავილოვანი კომპოსტოს უბრალოდ მარილ წყალ შემწვარი და რამე არა მოხარშული უზომოდ მიყვარს აი უზომოდ ხათო მოგიკითხავ წყლით მალე გამიჯამრთელდი და დაბიბრუნდი რაც შეეხება მეორე სამსახურს ძალიან დღეს დავამთავრე სამსახური და წამოვედი ხვალე თავისუფალი ვარ მაგრამ ზე გახლა ახალ სამსახურში საკონდიტროში გავდივარ თევზებიდან პირდაპირ საკონდიტროში აღმოჩნდები არ მინდოდა ვითომ ამ კვირაში გასვლა რომ მეთქი დავისვენებ და რაღაცა რა ხო და ისა არ მithქვია რომ აუცილებლად გამოვალ მეთქი ნუ იმ კვირიდან ყველა ვარიანტში რომელიმე დღეს მაგრამ გამოდიო რა ხო და ისეთი საქმე არა მაქვს ის და ავდგები და გავალ რა მეთქი ხვალ და გირეკა გუშინ ესე იგი და მირეკა მე და ნინო ანუ ვისთანაც უნდა საათი და 45 წუთი ვილაპარაკეთ ხალხო მაგალითად ხალისობთ ხოლმე მაგათ ვიცინი ვარ კარგად ვერთობით ხოლმე და არ იქნება აუნინოს ხელის კრემი მომეცი რა თორემ მგონია რომ დამეკრუნჯო ხელები ის მეცანაც ამბობდა ორზე დააყო არ მინდა დემი არა მე ჭამე და ისე წამოველი გაიგე საჭმელი ჭამე და ისე წამოველი არ მინდა შვილო არა ეხა იმ წუთას ვამბობ არა ის ბანკაში ვარ ეხა იმ წუთას ვამბობდი რომ მომშვიდევა მეთქი ჯერ მარტო ყავაღა უნდა დავლიო და всё თქო და არა ნამდვილად არ მინდა თან მოუარი აქედან და ხელები გაითმე დროზე ვაიმე აღარ მქონია რა კარგია ის კატადე ის შავი მასალა ესე იგი ახოლებდა შვილო რა ვქნა რა ერთი ეს ჯერმანიც გაიმეორე ეგედა შვილო ცოცხალი არსება ან დაახოლებს ან დააცემინებს ან რავი რაღაცას იზავს იქ ხო მოვიდა პატარა კნუტი არ ვიცი ეხლა თუ გამოჩნდება განახებთ იმიტომ რომ ამ ტელეფონში უბრალოდ გადავიღე გუშინ აი მე გამომიშრა ღმერთო იქ მარილიანი წყალია ის ჭის წყალი მანადგურებდა ბოლო დღე ხო ეშინი დამთავრე ეხლა ნახე იმაზე პატარა წინა და არ ვიცი აბა რამდენად გამოჩნდება ეხლა აი წინაზე რო გითხარი ხო ისევ ისეთი როგორიც ვყავ ჩვენ პატატინა კი როგორ გორაო ულაშები აქ ერთი ბეწვა დღეს ესეთი თევზი ნახევარი თევზი დაუდე წყალი დავდი მე უთხარი მე კი მივდივარ მაგრამ მანანას კი გოგო ბედალია გოგო რაღაცა და
მოვთხარი ამას ქვია მანანა თქო და ყოველ დილთ რომ მოხვალთ მეთქი როგორც აქ ვჭამდით თქო გამოხვალთ და ამას აჭმევთ მეთქი რომ მშიერი არ იყოს წყალი ის გადაუსავქენი ბოთლი გადაუჭერი წყალი დაუდი მე ვთხარი ჩათვალეთ რომ მე აქ სულს ავტოვებ მეთქი ვთხარი მიხედეთ მანანას ძალიან საყვარელი ჯერ თითქოს არ მოდიოდა და მოვიდა ეხლა და მომეჩვია და მოფერება უნდა და ვაიმე ხალები მიჟუის ესეც ასე მოკლედ ესა კიდე სამშაბათს კი და პარასკევს ანუ ზეგ ხომ გავდივარ და თუ გავედი რა 90% გავალ პირველ დღე იქნება სამსახურში და გავემზადოთ ერთად გამოვიბრანჭოთ ვაიმე ახლა დავდგები და ბოლო ჯერ მას ვიზავთ მოვიწესრიგებ 20 შაბათობით ხო ფრჩხილების მოწესრიგების დღე მქონდა იქედა რომ მოდიოდი ხოლმე რომელი თეთრი აი სკოლაში ავიცნეთ მაღლები და სკოლაში დილას მაღლები არ ჩაიცვი თეთრები არა უშავ მივხვდი სუჭუჭიანია ცოტა ესეც აზი ხალხნო რაღაცნაირი შეგრძნება არის გუშინ თუ გუშინ ხო მომცეს ხელფასი მე და ნინოს ვეუბნები რომ ნინო მეთქი ჩემ ნინოს არა ის საკონდიტროში ვისთანაც გადავ ნინო მეთქი ხელფასი ბოლო ხელფასი ავიღე მეთქი და ხვალეღა მივდივარ სად მიდიხარო ხელფასი თუ აიღეო და მოგცესო სადღა მიდიხარ იმ ერთ დღის ჩამოდი ჯერდან 2 წელია მეორე წელია მეუბნება მოდი და ცოცხალთავით ანუ იქ რადგან მიველი ერთხელ და მიველი ხარ მიყვარს რა რომ იქ მიხვალუი მე იქ და მაგრამ ფეხმა რომ წამიჭირა და მივხვდი რომ მე უფრო უარესი მომივიდო და всё დავამთავრებ და მე თუ ისე იქნება რომ ისე ვის თანამშრომლები იქნებიან ვინც ახლა იქ დავტოვებ არა მართლა ჩავალ ხანდახან მოველანდები ხოლმე ბაჯერ ახლა როგორ გადანაწილდებიან სავარაუდოდ მას იზავენ დალაგდებიან და ვნახოთ მე აი ისე რომ დილის საათებში ჩვენ ვიდეოსაც მოვასწრებთ ხოლმე სანამ მაგალითად მე წავალ ნინოსთან ან სავარაუდოდ თუ კაი ამინდი იქნება ხოლმე ან რაღაცა გზაში ჩავწერთ ხოლმე ვიდეოს და ასე შემდეგ ანუ მოკლედ სადაც უნდა დავიწყო მუშაობა YouTube თანმხლები იქნება იმისი რა მოკლედ იმიტომ რომ ერთ-ერთი უცვლელი სამსახური ჩემი ესაა YouTube. ვიგებ დავჭექი ახლა. იონი მიდის, სად მიდის ახლა ვიგეტყვით. სად მიდიან? დამოვიწყო, სვეტი ცხოვრობს, ცხეთაში მიდი. კვირას. ამას წინათ გახსოვთ ვიდეოში რომ სოკო განახეთ და იქედან ჩემი რძალი მირეკავს რომ ანანაო ეგ სოკო ძალიან გემრიელი სოკოაო სოკო განახეთ გარგლის ძირას და თან მომობ რომ სავარაუდოდ კაი სოკოა მაგრამ მე არ ვიცი თქო სოკოს ის მეთქი რა ქვია ცნობა და ლაშა რომ მოვა მანახებ და თუ მეტყვის მეთქი რომ კაია გავაკეთებ და ამ ვიდეოს რო უყურა ჩემმა რძალმა და მირეკა რომ ისაო ხმოვანი ავეგავ ძალიან მაგარი და ძალიან გემრიელი სოკოაო და მოკლედ თუ აღარ უნდა ნახვაო და რაღაცაო რა კაი სოკოაო ძალიან გემრიელი ის გამოდისო და მეთქი სოფო ხვალეა მოდი არ დავკრეფავ ერთად დავკრიფო და ერთად გავაკეთოთ მეთქი რა ნუ არ შევთანხმდით რა დაახლოებით რომ ხა ის იმასაც საქმე ქონდა რაღაც და საღამოს მოვიდა და ლაშას ვეკითხებ თუ მე იმ მეორე დღისით რა რომ ლაშა მეთქი აი სოკოა თქვა იქ და წამომეთქება ნახე თუ ვარგა
დღეს მეთქი იქნებ სოფუ ამოვიდეს მეთქი და შევწყავთ და უიო კάνε იგავ კაი სოკუ უბრალოდ გუშინ დავკრიფე და ლაშეს გავატანე თავის მეგობარს რაზო მეუთხარი ქალი დავპატიჟე სოკოზე და სოკუ არ არის ქვეყანა აგეიქით უკანო სხვა სოკო და ის დაკრიფე თუ მო კოდა არ მოვიდა და არ დავკრიფე ეგრე ვაი მოკლედ დღევანდელ დღეს ნუ ჩაიარა დღევანდელმა დღეს ჩვეულები არ ჩაულია 6-ის 5 საათი ნახევარ დღე მაგრამ ხვალე სახლში ვარ ანუ სხვა ეტაპზე გადავდივარ ხო სხვანაირი ნუ კვირაში 3 დღე მაინც ვიმუშავებ ჯერ არ ვიცი რომელ დღეებს ვიმუშავებ იმაზე გვიან მოვალ ხოლმე იმიტომ რომ ხა იქიდან რომ მალე გვიშვებდნენ ხოლმე სიტყვაზე აი ეხა როგორც წესით იქ უნდა ვიყო ისე 6 საათზე უნდა გამოვდიოდე იმიტომ რომ 6 საათამდეა მუშაობა მაგრამ რომ ვამთავრებ და ფიზიკურად არაფერი არ აქვს გასაკეთებელი მალე მოვდივართ ხო და იქიდან ვერ წამოვალ 7-ზე ვარ შეთანხმებული 7-ზე უნდა გამოვიდე იქიდან აქ მოვალ ალბათ 8 წუთებზე 8 ნახევარზე ხო და ფიზიკურად შეიძლება აი ესე არ დამჩეს საღამოობით დრო როგორც ეხა მრჩება მაგრამ იქ დაჯდომა შემეძლება იქ სითბო იქნება იქ ბანაობის აუცილებლობა არ არის გზაში არავინ გადაგაგდოს მარშრუტკი თევზის სუნი წარმოიდგინე გამოხვალ ტორტის და იმის სუნი გექნება და აქეთ შეგჭამენ იგი ხზე ქუდი უნდა აი გუნა მეთქვა ქუდის გარეშე ხარ მეთქი წას რომელი ქუდი რამე ქუდი რაღაც სადმე მიდი ხარ ხაზოს კატა შემოვიდა არა უშავ ზე არ გინდა აქცივა სხვა რამეც მოგცე რა უნდა ჩავიცო რა უიმოს კლავებო მომი ხო მოიცადე აი შევა ეგ გაიხადე ცეკვა იმას ხენი რა ქვია გავითოვისფრე ცეკვიდან ხო და დღეს ჩავისვი მათემატიკა ქართულზე ვიყავ ქართულიდან იგივე მათემატიკაზე და ეხლა იგივე იქ გახურე რა ვაქცია ფეჩი ეგ გაიხადე ეს შემოიცვი აჰა ისეც ისე ჩავვა ის ხო ეს უკლავებოა და იმ კაია ნახე უყურე როგორ ტიტლი კანაზიაცვი ან გზენ კლავიანი არ არის კაცო არაფერი რო ჩაგეცვა ის არ ეჭე ვა მოგცე ის გძელი ფულე თუ გინდა გძელი ფულე ჩაიცვი წყურები არ მიყინავს თავარი ეს დამოგვინდა ხუძე მოვიქ აი კრე იქა გო ქუდით არ შეხვიდე ოღონ ქუდით მოდი აქა ვინ შემოიპარა აქა ვინ შემოეთრა რა უნდა არა ჩანთა რამე და მაიკაზია ცუა იცი ფულე და ისე მოვიდა აი ის ბოში რატო შენი ადგილი აქ არ არის ხო იცი არ არის ჯემოტკბილო აქ ძალიან სიცოცხლე ამ ტელეფონზე იცი რა მიდგა ბლოკს რო მოხსნი აი ესეთი რაღაცაი ესე კატას ეხუტება თუ ესე უჭირო აი ზუსტად ესეთი კატა არის და ზუსტად ესეთი რაღაცაი მოყოლეთ ეხა უყურეთ აი ვაგი აი ესე ხუტება აი ესე ხუტება გაიცინე ესე გაიცინე დეგლო გაიცინე დადი ხამოშოდი აშვილება დედი შენ ამ ხელა ვირი შენ აქ იყო და ბავშვები გარეთ არა ჯებოტკბილ აბა მიდი მოუსვი მიდი ჩახტი იოანე რო შემოვიდა შემოყვა ეხა მეც დროა ჩავდგე რეჟიმში წავალ კარტოფილს დავფრთხნი და ისე მოვხარშავ იმიტომ რომ ტალახიანებია ხვალე მინდა შოპ მარინაში წასვლა აი ზუსტად იოანეს გამო ჯერ ფასტაკები დააკლება არის და რა და ისა ფანელის საროჭკები რო არ ბილები ხო ეგეთები იყო და ნუ მაშინ არ მინდოდა და არ მივაქცია ყურადღება და ეხა ზამთრის რაღაცები რო ამოვიღე ფიზიკურად აღარ აქვს ანუ არ არის რა მაგის ზომა აღარაფერი არ არის და აი ესე სადმე რომ მიდის ხოლმე სუსუ გზაშია ხოლმე რა რომ მეგონა რომ
მე-12 კლასი და სკოლაში ხშირად აღარ წავა და მასწავლებლები და რაღაცა და სუსახში უნდა იყოს პირიქით. სახში ძალიან იშვიათად არის, უგარეთ არის და ძირითადად ფეხით მოძრაობს და ამიტომ მინდა რომ თბილად ეწვას რა. ხო და თან უნდა მან წავიდე. იქნებ წებო ვიყიდო ხალხნო 3 თვეა წებო მინდა რომ ვიყიდო ის სილიკონის და ყოველთვის გადავდე და ხვალ იქნებ გავცვიდეთ და ვიყიდოთ. რაც გამიშრე ხა შეგვიძლია ოფიციალურად ჩავიდეთ დაბლა, შეუდგეთ საქმეს. თამთა მეუბნევა ჩემ უფროსი რომ всё, შენ თანო თევსო არ გამოვატანო, მინდა რომ მიდიხარო. ხო და წეღა წამოვიღე. მე რომ უნდა მეთქვა რომ ესა მეთქი, თამთა თევზი მიმაქ მეთქი და თამთას არ უთხრა მეთქი და თვითონ თამთასთვის მეთქვა და დავაიწყდა. დაგებშდობებით ეხლა ხალხნა მომავალ ვიდეომდე, ხვალინდელ დღემდე სავარაუდოდ. შეიძლება საღამომდეც ვნახოთ როგორ წავა და რანაირად საქმე. რაც შეეხება ჩემს დიეტას თუ რაღაცა თუ რაც აქვია, დიეტა არ არის, უბრალოდ პატიოსნად ჭამა და არა ხეცურად. მაშინ როდესაც ნინოსთან მუშაობდი, ხოლმე მაშინ ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, რომ ანუ ის ვარჯიშობდა ხოლმე დიეტაზე იყო ხოლმე და მეც ანუ ერთ სიტუაციაში ვიყავით ხოლმე და ვეჯიბრებოდ, აბა რომელიმეს ქონდა თუ არა დაკლებული ხოლმე და ანუ ეს ერთმანეთის ჯიბზე ვიკლებდით. ეხლა არის დიეტაზე. ხო და ხო წამოდი მე მითხეს ხო საკონდიტროში მიხვალო და შენ ანახევ შენ ის და არა მაშინაც ხო ვიყავ. ხო და ეხლა ისე ერთმანეთის ჯიბრზე და ერთმანეთის შეიძლება გავქრეთ სულ. ხო და აუცილებლად ისე პატიოსნად მივყვები მე ჩემს სიტყვას, ჩემ თავთან ვიცემულს. თან ის როს რამდენიმე წლის წინანდელი სურათები რომ ნახე, იმ ნერვები მეშლებოდა და მეთხრებოდა. აი როგორ კაცო, როგორ აი ეს ფორმა როგორ. ხო და მოკლედ იმიტომ რომ საკონდიტროში მივიდივარ, თავს არ აუშვებ კპირდებით. ვიდეოებს დავდებთ ხოლმე, იქაც შევწერ ხოლმე ვიდეოებს, იქ პრობლემა არ არის ვიდეოების ჩაწერის. შეიძლება TikTok live-იც გავაკეთო ხოლმე იქ ვიდეოებს გადავიღებ ხოლმე გაკეთების პროცესში, თუნდაც ნამცხვრის, თუნდაც ტორტის, თუნდაც მარციპანის ფიგურების. იმიტომ რომ ეს როგორც ჩემთვის არის კარგი, ხო? და იმიტომ რომ ვიდეო მექნება, ისე ნინოსთვისაც კარგია, იმიტომ რომ მეტად როგორ კეთდება, როგორი სისუფთავით კეთდება, როგორი ხარისხიანი მისთვისაც კარგია, ასე რომ ჩემთვის მეტად შესაძლებლობა მექნება იმის, რომ ვიმუშაოთ ვიდეოებით. ხო და რაც შეეხება იქ ფიზიკურად ვერ ვიღებდი ტელეფონს. იქაც უბრალოდ იმიტომ კი არა ვიღებ ტელეფონს, რომ მოდი აბა ეხლა რა ხდება ვნახოთ და რაღაც. არა, იმიტომ რომ თან გადავიღოთ, თან საცხობს გავუკეთოთ რეკლამა, თან ჩემი ვიდეო გაკეთდება ხოლმე რაღაცა და ასე. ასე რომ ჩვეულებრივ მუშა პროცესში ვიქნებით, უბრალოდ ამ მუშა პროცესს გამოვიყენებ ვიდეოებისთვის. აუცილებლად. წავედი ახლა ხალხნო. ამა თქვენცით, მოკლედ, ჩემთვის თევზების ეტაპი დასრულდა. გადავედით ტორტების, ნამცხრების, ხინკლების და ასე შემდეგ. ხინკალსაც აკეთებს, ტოლმასაც აკეთებს, მოკლედ ძალიან თან ესე რა მასალით და როგორ ეგ ხოლმე კარგად ვიცი და ყოველთვის მირჩევნია ხოლმე რომ მეტე გადავიხადო, იმიტომ რომ არის ხოლმე ისეთი რომ აი იცი რა, ბევრს უთქვი რომ იცი რა, მანდ აი 10, 15, 20 ლარით ძვირი ღირს ისა სიტყვაზე რა, ნამცხვარი, მაგრამ ერთხელ ვიღაცას რო ექნება გასინჯული, ის ნამცხვარი, ის ტორტი. მე ყოველთვის მირჩევნია სიტყვაზე გადავიხადო მეტი და ვიცი რომ სადღაცას რომ მივიტან არ შემარცხენ. ძალიან გემრიელი იქნება და ძალიან მაგარი იქნება. აი ხა ჩემი დაბადების დღის ტორტი შევუკვეთე მე, ჩემი დაბადების დღეზე შევუკვეთე ჩემი მამამთილისთვის ტორტი. ხო გახსოვთ ის რაღაცა ცეცხლი რომ მოვუკიდეთ და მე დაბლა ჩემი ტორტი აი. ხო და თანხა რამე არ მიკითხია, უბრალოდ 50 ლარი გადაურიცხე, იმიტომ რომ დაახლოებით ვიცი რომ აქ თანხაში კეთდება იმაქ ხელა ისი ტორტები. გადმომირიცხა. გადავურიცხე.
გადმომირიცხა. აგე ესე დაგქონდა და ბოლოს იმან გადმომირიცხა. მე კიდე ბავშვების ტორტი გადაურიცხე, მოკლავ მეუთხარი. აი ეგ რო გადმორიცხო, არ ვიცი რა, სხვაგან შევუკვეთავ ამის შემდეგ მეთქი. ხო მე იოანეს ტორტზე რა. არა, ჩემი ტორტი იყო. მე შევკვეთე იოანეს დაბადების დღეზე ტორტი. არ მომიყოლი ეგ. მოიცა მაგის უბედურობასაც გასწავ, ჯერ არ ვიწყდება შეკვეთები, ვაიმე. ხო და თურმე ვიღაცა მივიდა და უნდა 15 ნაჭრიანი რაღაცა ტორტი, ჩემი 15 ნაჭრიანი იყო. ჩემი და იოანეს რო შევკვეთე და მე უნდა ამოვიტანო 3 საათზე. 3 საათზე ვიყავ ნინო თქო გამიგზელდა ვიდეო. ნინო ტორტი მეთქი აბა მზად არის რომ ლაშა მოდის. უი არა, ვაი 1 საათში იქნება. გახდა 4, გახდა 5. 6-ის ნახევარზე მივწერე რომ ნინო მეთქი ტორტი ანთე. ვიმღერებს და შენ ჩააქრე მეთქი. რაღაც გვიდა შვილო ტორტი, წავიდნენ ბავშვები, რაღაც მინდა ტორტი. მოვდივარ და მომაქ ტორტია და მე თვითონ ამოგიტანა. მოვიდა, მომიტანა ტორტი და 2 ცალი 2 იმის ერთი გრძელი მასე 2 ცალი სახეობის დიდი ნამცხრები იდო. ეს საჯარი მოაო, მეთქი რა ყომშვიდობა გქნა. ვიღაცა შესულა ჩემი ტორტი აბა სათარიო და დამვიწყებია ის ტორტიო და შენი ტორტი გავატანეო იმას მოურთე უცბათო როგორც იმას უნდაო და ეხლა ან იმას ვერც გაიგო იმა რომ ხვის ტორტი ის იყო რა ხო და თანაო პლუსო ხაჭაპურდალობიანი შეკვეთილი ჰქონდაო ხო და სხვისი მქონდა ხაჭაპურდალობიო რომ უნდა წაიღოთ სადაც 1 საათში 2 საათ ნახევარში რომ უკვე ცხებოდაო და ის გამოცხა ისიც გავატანეო შენი ტორტი და ვიღაცის ხაჭაპურდალობიანი გავატანე და მე ახლიდან დავიწყე ცხობა ყველაფრისა და გადამარჩინაო შენმა იმან ეგეთებიც მოგდის ადრეც მოგვივიდა იმდენჯერ ერთი პიროვნება რომ უნდა მოსულიყო მაგალითად აი ხო უნდა მოსულიყო პირდაპირ ნინოსთან და დარეკაბაო ესაო ჩემი ტორტი სად არისო რა და სადაც ხოვებ რომ ტორტი ისაქნაო წავიღო და მაშინ გაახსენდა ნინოს რომ ტორტი არ არსებობს და ანუ რომ უნდა მისულიყო სიტყვაზე აი ასე ამ სახლთან აი ესე მოვატარა ესე რომ სანამ ის მოვიდა ჩვენამდე ჩვენ ტორტი მზად აქვს ხო და ეგეთი ოინებით მოგდის ხოლმე ასე რომ თავარია მე გამოსწორება ხდება რა თქმა უნდა ავენ ბედნიერი დღე ყველას და აბა თქვენიცით აბა ჰედა აბა ხო ჩავჭდები ახლა საშინაო ფორმაში ჩემს ხალათს შემოვიცმე იმიტომ რომ ესეთ ამიჩი ხალათის გარშე შანსი არ არის ქარია უწვიმია კიდეც პლუს ახლა ინდაურებს გამოუშვებ ბალახს იქით ქორფა ბალახი რო იმას უკრეფავ ხოლმე გადმოუყრი და შევდგები რა საქმიანობას წავედი აბა ჰე პაკა შორე ექშენ გეკუთვნის და თქვენ კარგად იყავით ყველამდე ან საღამომდე